როდესაც მიხეილ სააკაშვილი ფორმაში ასე უნდა ვთქვა, სხვაგვარად ვერ ვიტყვი. როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფორმაშია, კი მოდიშებთ რა საკვირველია რუსული სიტყვისთვის, მაგრამ ბესპადობლი, ანუ შეუდარებელია. ასეთ ანალიზს მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ პირი, რომელიც 36 წელიწადია ფართო გაგების პოლიტიკაშია. და მე პოლიტიკაში ვარ ცხადია მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან არასოდეს არ მქონია ურთიერთობა, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ. პოლიტიკურ პროცესს ვაკვირდები 35-36-30 წლიდან. ბიზნესა ივანიშვილი რომ რუსეთში ფულს შოულობდა, მე აქ რაღაც სტატიებს წერდი. ერთი ხანობა კი არა, დიდი ხანი და რა ვიცი რამდენი სტატია მაქვს დაწერილი პოლიტიკაზე უმრავლეს შემთხვევაში. როცა მიხეილ სააკაშვილი ფორმაშია, ის ბესპადობლი, ანუ შეუდარებელი ასეთ მასშტაბურ ანალიზს ჩემი მოსაზრებით ვერავინ ვერ აკეთებს ჩვენს სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მასშტაბური არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვა, მაგრამ ქართული მასშტაბისთვის, ქართული სივრცისთვის მასშტაბური პიროვნებები, პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები ჩვენ გვყავს განა არა. ამავდროულად უნდა აღნიშნო და ხაზგასმით ვამბობ ამას, ხშირ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის პროგნოზები, ანალიზი და პროგნოზები არის გარკვეულ შემთხვევებში მაინც აპოკალიფტური. მიშა სააკაშვილი გზაფრავს. ეს დაზაფრვა ვისთვის ცუდია, ვისთვის კარგია, ვისთვის რასაც ის ამბობს რეალისტურია, ვისთვის არ არის რეალისტური. გაკრიტიკება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ არ დაშვება იმისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი თავის აპოკალიფტურ ხაზგასმით ვამბობ ამას, აპოკალიფტურ პროგნოზებში ჩაწერს ხოლმე, გვთავაზობს ხოლმე აპოკალიფტური პროგნოზებით, არ დაშვება გამორიცხვა 100%-ით გამორიცხვა იმ აპოკალიფსისა, რომელსაც ის ხანდახან გვიანონსებს, ხო, არ შეიძლება. თუნდაც 1%-იც კი რომ არსებობდეს იმ სცენარით განვითარებისა, რა სცენარსაც ამ შემთხვევაში გვთავაზობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონებო და ქალბატონებო, მაშინ მართლა ყურადღება მისაქცევია ეს ამბავი და 1%-იც არსებობს, გულახდილი ვიქნები. თქვენთან და მეტი პროცენტიც არსებობს. შესაძლოა არა 51, 97, ან 99, მაგრამ 1-იც არსებობს და 20-იც. 20-იც არსებობს და ვინ იცის 30, 40, არ ვიცი, 40 შეიძლება არა 20% მაინც არსებობს, რომ ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც მიხეილ სააკაშვილი თავის ბოლო სტატუსში, ბოლო და კარგ აპოკალიფტურ სტატუსში წინასწარმეტყველებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი და მე გადავალ ამ სტატუსზე. მიშა სააკაშვილი როცა ფორმაშია, ის შეუდარებელი, ბესპადობნია, შეუდარებელია. როცა ფორმაში არ არის, ხან მელიას დაესხება ხოლმე თავს და არ მომწონს. ეს გულახდილად ვიტყვი კიდევ ერთხელ. არ მომწონს ის უკაცრავად კიდევ ერთხელ რუსულისთვის ძიშოვი ტექსტები. ან ტრამპზე დაწერა ამას წინათ კი არა 2 დღის წინ ნახეთ რომელ ხარს გავსო ტრამპსო და აბა მე რომელი ცხოველი მგავსო და ბიზნეს რომელი ცხოველი გავსო რა დროს ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტო რა ხარი რა ტრამპი ან მე არ მყოფნის იუმორი ან თქვენ არა გაქვთ იუმორის სათანადო გრძნობა და ასევე ესთეტიკასთან დაკავშირებითაც როცა იმგვარ ტექსტებს ვთავაზობთ ცოტა სიმართლე გითხრათ წყალად ყოფილ ხართ მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი აქ ცუდ მიშაზე ან მიშას ცუდ ადმინზე არ ვლაპარაკობთ კარგ მიშაზე სწორ მიშაზე რომელიც საინტერესო ტექსტებს გვთავაზობს ხოლმე სომხეთში უზარმაზარი მნიშვნელობის პროცესი მიმდინარეობს კავკასიის რეგიონისთვის ფაშინიანმა უნდა მოიგოს ფაშინიანმა უნდა მოიგოს კი არა ფაშინიანი მოიგებს ნიშნავს თუ არა ეს იმას ეს არის ბექგრაუნდი ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ სომხეთი საბოლოოდ განქორწინდება დაცილდება რუსეთს არ ნიშნავს რუსეთი არის დედა საიმასქნებელი ქვეყანა რომელიც კავკასიის რეგიონში დარჩენას ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს ხაზგასმით მინდა ვთქვა საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანისაც კი მაგრამ აი პირველი ორი ქვეყნის მოსანადირებლად საქართველოს უკვე მოინადირა სომხეთში დასაბრუნებლად სომხეთში მას აქვს გარკვეული ბერკეტები ეხა 7 ივნისის არჩევნები რომც წააგოს მერე უკვე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მოკლედ წლის ბოლომდე სომხეთი გაივლის პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით ჯოჯოხეთს რუსეთი ჰიბრიდულად შეუტევს ჰიბრიდულ იერიშებს მიიტანს ვინ იცის და კონვენციურ ამაზეც ლაპარაკობს მიშა სააკაშვილი კონვენციურადაც ანუ
პირდაპირ მნიშვნელობით სამხედრო აგრესიას დაიწყებს სომხეთის წინააღმდეგ. ეს უნდა გავის სიგრძე გარდა. ეს არ ეხება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკას, ფაშინიანს ან ფაშინიანის პარტიას, ფაშინიანის მომხრეებს, ამორჩეველთა ერთ და მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ეხება მთლიანად კავკასიის რეგიონს, მათ შორის ჩვენც. სომხეთი თუ დაეცა, ეხლა 7-ში გარდაეცემა, ან უკვე შემდგომ პერიოდში 7 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასე მოვფარგლოთ თქვენი ცნება, ან 1 წლის განმავლობაში 7 ივნისიდან ჩვენს დარხეული გვაქვს. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ეხლა რუსეთი რას გააკეთებს? ღმერთმა უწყის, უჭირს რუსეთს, უჭირს უკრაინაში მას, ისედაც გათანგულ მდგომარეობაში მყოფს, ადამიანური რესურსის არ ყოფნის, მაგრამ ისე უჭირს კი რომ სომხეთში არეულობებს ვერ მოახერხებს, აი ჩეჩნები რო არიან, კადიროვის კამანდა, არ შემოვა 10,000, 20,000, 30,000 კაცი, არ შემოვა ჩვენი ქვეყნის გავლით სომხეთში. გიუმრის ბაზა, რომელშიც 3,500 კაცია, არეულობებს ვერ მოაწყობს, არ დაეყრდნობა გიუმრის ბაზა, როგორ და მოამარაგოს რუსეთმა ეგრა მაგის პას ბევრი თემა. მეც მიფიქრია ამაზე, თქვენც გიფიქრიათ და მეც მიცდია რომ თავი მომეყარა ამ აზრებისათვის. სხვებსაც რასაკვირველია გაუკეთებიათ ეს, მაგრამ აკი გითხარით რომ მიშა სააკაშვილის ნაირად ამას თითქოს ვერავინ აკეთებს. აი ახლა ხან ამ ხსენებულმა ბევრ შემთხვევაში როცა ხარზე ლაპარაკობს, რასაკვირველია საკრიტიკო ხარზე და ტრამპზე რო ლაპარაკობს, ან მელიაზე რო ლაპარაკობს, ესე გადაციკლული ნიკანორ მელიას რო უწოდებს, რაძიშოვი უკაცრავად და ლექსიკა, მაგრამ როცა ფორმაშია, აი მიხეილ სააკაშვილმა სად არის? აქ არის. შევედი მის გვერდზე. არაჩვეულებრივი ტექსტი, აპოკალიფტური კიდევ ერთხელ მეორე, მაგრამ არსებობის უფლება რო აქვს, ის ტექსტი, ის პროგნოზი შემოგთავაზა. უნდა დავფიქრდეთ, მეთქი ამას ვამბობ. ნახეთ რას წერს თავიდან ბოლომდე და ყველა აბზაცი განვიხილოთ, ყველა ამოსუნთქვა განვიხილოთ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავაკრიტიკოებ რამდენსაც მეტყვით, მაგრამ მასშტაბური კაცი არ არის, ვერავინ იტყვის. დიახ, მასშტაბური კაცია. გიჟი, მიშა ბაბატიე, ბევრის აზრით გიჟი, ბევრის აზრით მოდი არასტანდარტული. ჰარი ჰალერი, ამის ბრისენდენი, მაგრამ ორი ლიტერატურული პერსონაჟი ვახსენე. და მაინც მასშტაბური კაცია, ეს რომ ვიცით, მაშინაც მასშტაბური იყო, როცა პრეზიდენტი იყო, როცა პრეზიდენტი აღარ იყო, სხვა რამე უნდა გაეკეთებინა ჩემი ხრმარწმით, მაგრამ მაინც რაღაცა სიგიჟეებს გვთავაზობდა, ვისთვის მოსაწონს და ვისთვის დასაწუნს, ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ეხლა ნახეთ რას წერს. მიუხედავად ზახაროვას მხრიდან ქოცების ქება დიდებისა, ეს ზახაროვა, ეს როა ნაკახბარი, ლავროვის ნაშა. ასე უნდა თქვა, შეიძლება პირდაპირ სექსუალური ურთიერთობა არ ქონიათ, ალბათ. მაგრამ მაინც ესე მოიხსენიებს თქვენის ნებართვით, რომ კარგად გაჩვენოთ, რამდენად დასაკნინებელია ზახაროვა ვინმე. სომხეთის მიმართ პუტინის მუქარა ძალიან საშიშია საქართველოსთვის. Absolutely. თავიდან ბოლომდე ვითარხმები. სომხეთის მიმართ პუტინის მუქარა ძალიან საშიშია საქართველოსთვის. მერე უკვე განმარტავს. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა ამას წინ ჩაკეტა ყაზახური ნავთობის რუსული ნავთობსადენით გატატანა ევროპაში. ეს ასია, ყაზახური ნავთობი ვერ გადადის ევროპაში და რუსეთმა ჩაკეტა ეს მილსადენი, ეს ნავთობსადენი. რუსები ასევე მზად იქნებიან ჩაკეტონ ყაზახური ტერმინალი ნოვოროსიისკის პორტში. დიახ, მზად არიან, რომ ნოვოროსიისკის პორტში ჩაკეტონ, ეს კონტექსტუალურ კავშირშია სომხეთთან და საქართველოსთან და ასე იწყებს, სწორი შესავალი აქვს. და აჩვენებს თელ რუკას გაჩვენებთ, ანუ ცენტრალური აზიის სახელმწიფო ყაზახეთს იქიდან წამოსულ ნავთობსადენს, რომელსაც რუსეთი კეტავს და ჩაკეტავს ნოვოროსიისკის პორტსაც ყაზახური ნავთობისთვის. შესაბამისად ერთადერთი გზა გადატანის, თუ ირანში ეს რეჟიმი რჩება და ეს რეჟიმი გარკვეულზე მაღალი ალბათობით გარკვეული პერიოდი რჩება, ნახეთ ყველა სიტყვა ზუსტად თქვი, ეს რეჟიმი თუ რჩება ირანში, გარკვეულზე მაღალი ალბათობით რჩება გარკვეული პერიოდით. ერთადერთი გზა გადატანის, ანუ ნავთობისა, არის იქნება საქართველო. ახლა კი რუსეთი ემუქრება სომხეთში ჯარის შეყვანით, იმუქრება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გავლით
და თუ გადაწყდებით ოპერაციის ჩატარება, რუსეთი აუცილებლად მოახდენს საქართველოს ოკუპაციასაც. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან არ ვიცი, ესეც შესაძლებელია და როკიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენ და კომუნისტების დედა როვატირე შევარდნაძის, მათ შორის პირველ ყოვლისა შევარდნა კომუნისტების დროინდელი შევარდნაძის ამ გვირაბის გათხრისთვის და დამატებითი პრობლემების შექმნისთვის ჩვენი ქვეყნისთვის როკიდან შეიძლება შემოვიდეს რუსეთის საჯარისო ნაწილები, რომლებიც ეხლა თუ გეოგრაფია ოდნავ მაინც ვიცით 45 წუთში გამოივლიან ჯავას ცხინვალს და ასე შემდეგ და ჩამოვლენ პრაქტიკულად გორამდე. ბიზინა ივანიშვილი რას აკეთებს ამ დროს? ეხლა ერთ წამს გადამუხვევ თქვენის ნებართვით. მე ძალიან დიდი ვიდეო ბლოგი მქონდა ცოტა ხნის წინ ერთი თვენახევრის წინ დაახლოებით, როცა ალიევი იყო ჩამოსული საქართველოში ამ თემას, რა ილაპარაკა ალიევმა, იქ ანაკლიაზე ვილაპარაკე უამრავ საკითხზე. გამამახვილე ყურადღება, ანაკლიაში პრინციპში შეიძლება ჰქონდეს აზერბაიჯანის ინტერესი, ვილაპარაკე სოკარზე და აყულების ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე და შეიძლება იმის ყიდვა უნდოდეს ალიევს მეთქი ვილაპარაკე კავკასიის კონტექსტზე, ვილაპარაკე უსაფრთხოების კონტექსტზე და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ალიევმა ილაპარაკა ბიზინა ივანიშვილთან ხელ გადახვეულდინო იყვნენ და კობახიძე რომ დახვებოდა, პაჟივით რომ დახვებოდა. ალიევმა და ივანიშვილმა ილაპარაკეს ამ სცენარზეც, ალიევმა რაც მიშა მიცის, ის უთუოდ და გავბედავ და ვიტყვი, ბევრად უკეთ იცის პრეზიდენტ ალიევმა, იმიტომ რომ ის მოქმედი პრეზიდენტია, ხოლო მიშა მაინც ბორკილდადებული 9 კლიტურში გამომწყდეული, 4 კედელში გამომწყდეული პირი. მიშა თუ ამას ხვდება, ალიევს შესაძლოა ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს. მიშა უბრალოდ საკუთარი ანალიტიკური ტვინით აანალიზებს რაღაცას, ხო ალიევმა იცის ეს ყველაფერი, არ მინდა რომ დიდი ხანი გამიგრძელდეს ეს ოხელი და თიალი ეს ვიდეო ბლოგი. და ბუნებრივია რომ ალიევის ელაპარაკა ბიზინა ივანიშვილს რომ ბიჭო რუსებმა რომ გადაწყვიტოს შემოსვლა შენ აძლევ თუ არა დერეფანს. მიშა სააკაშვილისეული გაგებით და გააზრებით და კვლავ ვიმეორებ 20% არა 1%-ით რომ არსებობდეს ამ სცენარის შანსი, ეს არის განგაშის საფუძველი. პირდაპირ მნიშვნელობით განგაშის საფუძველი, ეს არის საქართველოს დასრულება. გავბედავ და ასე ხმამაღალ სიტყვას ვიტყვი. მოკლედ, სომხეთში ჯარის შეყვანით ეს კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გავლით არ შემოვიდა გორში და მერე უკვე ჩააჭრა სამხრეთისკენ ან წამოვიდა შედარებით აღმოსავლეთისკენ რუსეთის შეერაღებულმა ძალებმა რათა მოამარაგონ გიუმრის სამხედრო ბაზა რუსული, რომელიც ემზადება რუსეთში კი არა სომხეთში სამხედრო გადატრიალებისათვის იმ შემთხვევაში თუ ამ შემთხვევაში მიშა სააკაშვილი კარგად აანალიზებს უკვე შემდგომაც. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა. ამის მოსამზადებლად ბოლომდე დაასუსტა არმია და არმია დასუსტებულია. ვიყოთ გულახდილები რომ არმიას აღარ ხგავს ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა ეს არამზადები რომ ამას ამბობენ შეინარჩუნეს მშვიდობა სწორედ არმიის პოლიციის ისედაც არ არსებული და კატასტროფულ მდგომარეობაში არსებული მართლმსაჯულების სისტემის დამატებითი მოსუსტების ყველა სფეროს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის რაც თავარია საზოგადოების მოსუსტებით და გადაკიდებით ერთმანეთთან. მე და თქვენ ერთმანეთს ვერ მითანთ. თქვენ ახლა აპირებთ რომ დაწეროთ, რომ წაბლიაშვილი გიჟიაო, თქვენ მე ვერ მითანთ. გეზიზღებით. თუმცა ეს ყველაფერი ბიზინა ივანიშვილმა ქმნა რომ შეგაზიზღათ, თქვენ ჩემი თავი, მე თქვენ მიყვარხართ მეთქი ასე, მაინც დაგახვედრებთ ამ დაგახვედრებთ ამ პასუხს. დაასუსტა არმია, მოკლა საბრძოლო სულისკვეთება სწორია მიშა, აღარ არსებობს. ჩვენ შეერაღებულ ძალებში საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენი შეერაღებული ძალები და ორიენტირებულია შემდეგ რაც ინდივიდები ამ შეერაღებული ძალებისა 60-ხიან ბინას მიიღებენ სადღაც არ ვიცი რაღაც ფონიჭალაში თუ იმის იქით კიდე ხო თუ 4-ოთახიანს და ლამის ერთმანეთი დახოცონ არასწორი სიტყვა, მაგრამ ერთმანეთს ეჯიბრებიან რომ მე რაღაც 7-სულიანი ოჯახი ვარ და მე 5-ოთახიანი მინდა და შენ 4-სულიანი ხარ და 60-ოთახიანშიც კარგად იქნები. წვრთნები არ მიმდინარეობს შიდა დონეზე თუ ამერიკელებმა ჩამოიყვანეს თავისი ჯარისკაცები მაინც და მაინც და ისიც სულ უფრო იშვიათად ხდება. წვრთნები არ მიმდინარეობს. კი ვარჯიშობენ, მაგრამ არ ეფუძლებიან მაგალითად თანამედროვე ომის თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებს. არ ხდება გადაიარაღება, არ ხდება იარაღის შესყიდვა. არ ვიცით, რას შვები ტოტალური თავდაცვა კი არა, რა ტოტალური თავდაცვა. და ტაბლიაშვილმა რა უნდა გააკეთოს ომიანობის ჯამს. ჯარისკაცმაც კი არის ის უმრავლეს შემთხვევაში ვინ რას აკეთებს მეთაურები ჩვენ არ აკვავს რეკრუტირება არ ხდება სიმულაციები
ან იშვიათად ხდება უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობა გაუგაწევდილი სულისკვეთება ჩამკობდარია ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ეხლა მოიღეთ ეს ვიდეო დაჭერით მიჭერით მოჭერით რაღაცა და გამოიტანეთ რაღაც თქვენს საზიზღარ რუსულ მედია საშუალებებში თუ რაღაც Facebook გვერდებზე საბრძოლო სულისკვეთება არა მხოლოდ ჯარში არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილში ასეა ნახეთ რამდენი ქართულგვარიანი რუსი აღმოჩნდა რომ ყავს და ეს ყველანი ამოატივტივა ეს ყველანი ყველა პრორუსი თუ რუსი ქართულგვარიანი ამოატივტივა ბიზნა ივანიშვილმა ზედაპირზე და მისცა მათ კარდ ბლანში ლაპარაკეთ რაც გინდათ ვერბალურად ჩაწიხდეთ და მე უკვე ფიზიკურადაც ჩაწიხდეთ ადამიანები რომლებიც რუსეთს ეწინააღმდეგებიან ეს ქნა ივანიშვილმა 12 წლის განმავლობაში რომ ვიცოდეთ მაინც მან განასაიდუმლვა რუსებისათვის წინააღმდეგობისათვის მომზადებული სამარხები და გამოაცხადა ისინი ნაცების მიერ კომპრომატის და იარაღის შენახვის ადგილას მე არ ვიცი სიმართლე გითხრები უკვე ამბობს მიშა რომ თბილისის დაცვის ზოლი ასევე მცხეთიდან ასევე სომხეთის მიმართულებიდან ხო სომხეთის მიმართულებიდან მე არც მინახავს ეს ინფრასტრუქტურა ხოლო თბილისთან და მცხეთასთან ეს ინფრასტრუქტურა შემაღლებებზე მაღლობებზე რომ არსებობდა ეს ვიცით ბევრი ჩვენგანი იცით რა საჭირო იყო რაღაც აქ ხო იარაღს ვერ შეიტან და ასე შემდეგ ვინიცის და იქნება საჭირო იყო მე ვერ გიპასუხებთ ამასთან დაკავშირებით უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო საცეცხლე წერტილები შეიძლება ყოფილიყო უფრო მეტი მაგრამ რუსეთი რომ აპირებდა და განიხილავდა მოდი და განიხილავს მათ შორის დედაქალაქ თბილისის აღებას ესეც ფაქტია წინააღმდეგობა თუ გაუწევ ამ შემთხვევაშია წინააღმდეგობას თუ არ გაუწევ ხო შემოჯლიგინებას აპირებს და თბილისში დარჩენას და ყოფნას და გამაგრებას სამუდამოდ და ოკუპაციას საქართველოს ამ გეოპოლიტიკური თამაში მოსკოვს საერთოდ არ გაახსენდება თუ რა ფიანდა სუგებდა ივანიშვილი და თუ ფაშინიანმა არჩევნები მოიგო და ფაშინიანი იგებს არჩევნებს რაც მე ძალიან მინდა ამას ამბობს დასცეს მიხეილ სააკაშვილი მაშინვე გადავააბრო მოსკოვი პლან ბ-ზე გეგმა ბ ჯობდა რომ დაეწერა მაგრამ მაინც მოკლედ მეორე გეგმაზე რაც გააკეთა კიდეც საქართველოში მას შემდეგ რაც მე ჩავუშალე გეგმები 2007 წელს დავნიშნე რა და მომიგერა საპრეზიდენტო არჩევნები არ მგონია რომ ეს მაინც საჭირო იყო 2007 წელს 7 ნოემბერს რაც მოხდა მიშა სააკაშვილმა გადადგა სწორი ნაბიჯი როცა გადადგა და იყო პასუხისმგებლობა და ამაზე ხაზგასმა მე მგონი რომ არ იყო საჭირო მაგრამ კარგი ეხლა ეს მართლა 95 ხარისხოვანი ახლა კი სცენარი იქნება შემდეგი მიშას სეული გააზრები და კვლავ ვიმეორებ 1% რომ არსებობდეს ამის შანსი ხო ყურადღება მისაქცევი კი არა განგაშია შემოსაკრავი მეგობრებო კატასტროფამდე მივხვდით და 1% არსებობს და ჩემი გააზრებით 20 არა კინკილაც ახლა კი სცენარი იქნება შემდეგი ამ წლის განმავლობაში სომხეთში მოხდება არეულობები და არ მოისვენებენ რუსები არ მოისვენებენ მიუხედავად იმისა რომ 7-ში დამარცხდება 7 ივნისს დამარცხდება რუსული პარტია კარაპეტიანის თავკაცობით და რუსული ხაზი სომხეთში რუსები მოემზადებიან მეორე რევანშისთვის ეს არის რეფერენდუმი ყარაბაღის თაობაზე ფაშინიანს აქვს გაცებული პირობა ამგვარი რა თქვა მე აქვს სიტყვა ამგვარი რომ ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთი დე-იურე იტყვის ყველა დოკუმენტიდან მათ შორის კონსტიტუციიდან კი თავისუფლების აქტიდან იტყვის უარს ყარაბაღი იქნება აზერბაიჯანის და დავლაგდეთ დავწყდარდეთ მე უნდა დაიწყოს გაფორმდეს საბოლოო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის ალიევი ამაზეც ელაპარაკა ფაშინიანიც ამაზეც ელაპარაკა ივანიშვილს და განიხილეს ეს სცენარი საპასუხი გასცა ბიზინამ ეხლა გეტყვით რომ არ ვიცი მაგრამ ვარაუდის დონეზე ბიზნამ გასცა ორაზროვანი პასუხი ერთის მხრივ ვერ ეთყოდა ღიად რომ კი ბატონო რუსებს შემოიპატიჟებ და რუსები გადმოკვეთავენ მთელ ჩემს ქვეყანას მთელი ჩემი და შევლენ სომხეთში და დაიპყრობენ აიღებენ ერევანს ამას ვერ ეთყოდა ერთ ალიევს რომელიც სასიცოცხლოდ ხოდ არის დაინტერესებული ფაშინიანის გამარჯვებით მით უფრო ვერ ეთყოდა ფაშინიანს მაგრამ აი ჩაღიმებას ხო ან განხილვას მის ჭორვილურ რუსულ ტვინში ჭორვილურ აბასთუმნურ რუსულ ტვინში ხო სახეზე დაეთყო გახიმება და ეს სცენარი კი განიხილა იმ ჭორვილურ აბასთუმნურ რუსულ ტვინში რომ რატომაც არა მივცემ რა ამ რუსებს დერეფანს და გაიარონ და ამანებონ თავი თავს არავინ არ გვანებებს ეგეც არის
აზერბაიჯანი რუსებს არ გაატარა, აზერბაიჯანი ანუ სომხეთს არ აქვს საზღვარი რუსებთან. და აზერბაიჯანი თან რუსეთს აქვს საზღვარი დაღესტნის მიმართულებით, ანუ კასპიის ზღვის აყოლებაზე, ასე გეტყვით. და ცხადია, რომ არ შემოუშვებს აზერბაიჯანი რუსებს დაღესტნიდან და არსაიდან, რომ ვიცოდეთ მაინც იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალიევი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული სომხეთის სტაბილურობაში და გამარჯვებაში. რუსეთის თხოვს ივანიშვილის ჯარის გატარებას და ის რა თქმა უნდა, ეს არის ცოტა მძიმე, აპოკალიფტური დასთანხმდება და ხალხს ეტყვიათ, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხება, ხოლო სომხეთის ოკუპაციის შემდეგ მთლიანად დაიკავებს საქართველოსაც და დროებით ისევ ივანიშვილს დატოვებენ ლიდერად. თიახ დროებით, იმიტომ რომ ივანიშვილზე უფრო დიდი მავრის არა აგენტის წარმოდგენა ხო შეუძლებელია პრაქტიკულად, მაგრამ მაინც დროებით იქნება. აქ ვინც ის და მართლა გიორგაძე არ დაგვისვათ ხალხ. იგორ გიორგაძე. After ივანიშვილი, после ივანიშვილი, ივანიშვილის შემდეგ. თუ ასეთი იქნება ჩვენი მედეგობა, ანუ არ გექნება წინააღმდეგობის გაწევის უნარი, შნო და კიდევ ერთი ადგილი. იგორ გიორგაძეს კი არა, სერგო ორჯონიკიძე არ ამოთხარონ კრემლის კედელთან როა ჩაგდებული ის ამონგდები კაცი ჩვენი ქვეყნისა. აი ამაზე ილოცეთ მეთქი ასე ვიტყვი, ეს ცხადია, ვუტრირებ ეს. ასე არ მოხდება, სერგო ორჯონიკიძე არ იქნება, მაგრამ გაგონიათ ეხა ივანიშვილი არ მით უფრო გიორგაძე, სერგო ორჯონიკიძის ნაკლებია. დროებით დატოვებენ ივანიშვილს ლიდერად. ივანიშვილი მანამდე იტყვის, რომ ეს შენ არ გვეხება კაცო, იქ რაღაცა ომია და ჩვენ თუ გიდეთ რომ გადავრჩეთ, ეხლა ჩვენ ძალიან გთხოვთ, აქ არც ვიფაფხუროთ. ამას განიხილავს კვლავ ვიმეორებ 20% არსებობს ჩემეული გაზებით ამის შანსი, 80 არ არსებობს, მაგრამ რო გამართლდეს. მიშა სააკაშვილის პროგნოზები, აპოკალიფტურები არ გამართლებულა. შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ რო გამართლდეს, ან მიუხედავად იმისა, რომ არ გამართლებულა, უმრავლეს შემთხვევაში მაინც თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, მიშა სააკაშვილის ეს მესამე პრეზიდენტია. მასშტაბური კაცია. სწორად აზროვნებს ამ შემთხვევაში, ხა იქ ხარს რო ადარებს ტრამპს, ხო, ბანგლადეშს თუ არ ვწდები, ხო, იქ მისი ადმინი თუ თავად სწოდავენ, არც იუმორი, არც ესთეტიკა, არც ეთიკა არ არის სათანადო და ჯეროვანი, მაგრამ აქსორია ვერ დავუკარგავ. ქართველი ცხოვრება ხო, ესე იგი ისე ივანიშვილს დატოვებენ ლიდერად, თუმცა მთლიანად დაიმორჩილებს ქართული ცხოვრების ყველა ნაწილს, მოიპოვებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მასობრივად გაანადგურებს რუსეთისთვის არასასურველ ელემენტებს საქართველოში, ანუ დაგვერევა. აპოკალიფტური კი არ არის. ჯოჯოხეთური სცენარი, ახო არ ვიცი ხო, ჯოჯოხეთური და აპოკალიფტური ერთგვარად სინონიმებია ერთმანეთს, მოკლედ აი მეორედ მოსვლის სცენარი. კატასტროფა. ხდება თუ ეს მოხდება, მოხდება თუ ეს სცენარი სწორია და მიშას ეს პროგნოზები გამართლება. ამიტომ ჩვენი ყველა მსორი უნდა გავდავდოთ უკრაინის მოსძლიერებაზე. მსონს კი დავდებ, მაგრამ უკრაინა ისედაც დადებული გვაქვს. მაგრამ უკრაინა იმარჯვებს უკრაინა, მაგრამ ახლა ესე არ არის, რომ იმარჯვებს მაინც და მაინც ხვალ. ეხლა გამუბრუნდები, ბოდიშ ვიხდე, რაღაცა უკრაინას თვითონ ახსენებს. აქედან გამომდინარე ეს სცენარი იცის, თუ ეს სცენარი რეალისტურია, ან ამაზე უფიქრი ალიევსაც, ფაშინიანსაც გაუანალიზებიათ, ამაზე ინფორმაცია აქვს, ოპერატიული ინფორმაცია აქვს, ამგვარი ანალიზიც არსებობს. ალიევის საპრეზიდენტო კარზე და ფაშინიანის საპრემიერ მინისტრო კარზე. იცის თუ არა ეს ყველაფერი ზელენსკი. აი, როდესაც ზელენსკი გუშინ იყო თუ გუშინ წინ ამბობს, რომ საქართველოსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და არ შეიძლება დავტოვოთ, ვინ იცის და იქნება ამ შესაძლო სცენართან არის კავშირში ეს ყველაფერი. ფსონი უნდა დავდოთ უკრაინის მოძლიერებაზე, ობრძანებს მესამე პრეზიდენტი, დადებული გვაქვს ფსონი. მაგრამ არ ყოფნის ეს ფსონი, აქ ჩვენ აქაური წინააღმდეგობა, თუ სახელმწიფოს გვიუქმებენ, აქაური წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ. ბიზინა ივანიშვილი ხელებს ასწევს და რუსულ დროშას ააფრიალებს. ეს ხომ ვიცით. კვლავ ვიმეორებ, ერთი კი არა, 20% არსებობს ამიშან. არ არსებობს 100%-იანი სცენარი არ არის ეს, ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ 20% მეხუთედი 100%-ისა რომ არსებობდეს, რომ ამ სცენარით განვითარდეს მოვლენები, კატასტროფაა ჩვენთვის. როგორც ჩვენი და სომხების გადარჩენის ერთადერთ გზაზე ვიკამათებდი. არ მინდა ეს ჩემი წინასწარმეტყველება ახდეს და ერთადერთი რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს არის უკრაინის მხრიდან აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უკრაინა იმარჯვებს, რა საკვირველია, მაგრამ არ იმარჯვებს მაინც და იმარჯვებს მაინც და მაინც ხვალ.
და რუსული სამხედრო მანქანის საბოლოოდ მორხევა არის იმედიც ნამდვილად მაქვს, ნუ იმედი ყველას გვაქვს. ასე მოხდება ასე? არ მოხდება. შეგიძლიათ იყვინოთ ხმამაღლა, რომ ასე არ მოხდება. რომ მიშამ გაბუქა, გადააჭარბა, რაღაცა დამგზავრა, ეს არის დამეტანი აპოკალიფტური სცენარი, შეგვიძლია კონტრარგუმენტებიც. დავახვედროთ თუ კონტრარგუმენტებით შეუპირისპირდეთ მიხეილ სააკაშვილს. მაგალითად თქვათ, რომ რუსეთს არ ეყოფა ძალა. მაგალითად თქვათ, რომ ივანიშვილიც კი ვერ გაბედავს რუსების გატარებას. მაგალითად თქვათ, რომ საქართველოს შეერაღებული ძალები არ დაემორჩილება ივანიშვილს. ცოტა საეჭვოა, მაგრამ ესეც შეგვიძლია ვთქვათ. მაგალითად თქვათ, რომ ჩვენ გავუწვევით შემოსულ რუსულ ტანკებს გადაგვივლიან. ეგ რა მაგის პასუხია. თუ გავუწვევით. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად თქვათ, რომ სომხეთი წინააღმდეგობას სომხეთიც კი ვერ გაუწევს და შესაბამისად ერევანს აიღებს. მაგრამ აი სომხური საზოგადოება იბრძოლებს თუ არა არ ვიცით, ესეც დაველოდოთ. მაგალითად თქვათ, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით საქმის კურსში არის და თავისი მათემატიკური გათვლები, თავისი გეოსტრატეგიული გათვლები აქვს. არ ვიცი, რაც ხდება. ის შეგვიძლია დავუპირისპიროთ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელი ქართული აპოკალიფსის თაობაზე წინასწარმეტყველების ავტორს. მე კი ვიტყვი ერთს. რაც თქვი უკვე, მაგრამ ახლაც უნდა გავიმეორო. არ გამორიცხოთ. საერთოდ ეს რაც ხდება მსოფლიოში, არ არის ომი კეთილდღეობისათვის. ეს არის მსოფლიოში რაც ხდება, კვლავ ვიმეორებ, რეგიონში, ან უფრო ფართო გაგებით რეგიონში. ეს არის ბრძოლა და ომი გადარჩენისათვის. გადარჩენით საქართველოს ვერ გადარჩება. ამ პოლიტიკით. ეს არა ხდება, ეს წინასწარმეტყველება, მიშასი, ახდება სხვა რამე, მოხდება სხვა რამე. თუ ბიზი და ივანიშვილი რჩება ხელისუფლებაში. რუსების შემოჯლიგინებას აქ ტაშით დახვდებიან. გადავეკიდია გოგა ხაინდრავას, გოგა ხაინდრავები, შალვარაბიშვილები, ის სახელმწიფო ექსპერტები და ასე ზოგი შეფუთავს ისე რაღაც სხვა რა გზა გქონდა, ხო ვერ შევეცინა აღდგებოდით. მეორე იტყვის რომ ზალა აღმარცხდავს, მესამე იტყვის რომ რუსეთი ჩვენი მართლმადიდებელი მოძმე სახელმწიფოა და რუსეთის გარეშე შეუძლებელია განვითარება და არსებობა. მეოთხე იტყვის რომ ბიზინა ნახეთ აჭკვიადურად მოიქცა რომ მაინც გაატარა და მერე ჩაკეტა საზღვარი, საზღვარს არ ჩაკეტავს, ხადია და იქ რუსები დარჩებიან კიდეც ახლა. გაივლის უხეშად ლაპარაკობ რაღაც 100 ტანკი პუტრინებ, დარჩება 30 აქ და 30 დააყალებს აქ რუსულ პარადაქს. რუსულ წესრიგს, ჩექმა ჩაბოტებული იქნება. დატოვებენ ცოტა ხნით ივანიშვილს და მერე მაგასაც მოისურიან. სადაც დიდი ხანია ქართველი ხალხის მიერ არის მოსასროლი. და ის ტაქს დაგასვავენ თუ დაგვასვავენ მეთავზე გიორგაძეს, ან გიორგაძე აბრაზნის. ვიღაც იქნებიან მოსკოვში, არიან კიდეც. ის ახალგაზრდა აღარ მახსოვს, მეგრული გვარი როხის. ვიღაც ტიპი, კაპიარებას რა უნდა გასო. თუ ისა გოგა ხაინდრავები ტაშით არ შეეგებებიან. გადავეკიდე გოგა ხაინდრავას, მაგრამ არ შეეგებებიან, როგორ გონიან. ტელეკომპანია იმედი არ იტყვის, რომ ესენი არის გულბად ჭავჭავაძის ნაჩალნიკები არიან ისინი, რა. ესენი არიან ვინც არიან? православный რუსეთთან. ჩამბოვა მე გუნჯაევი, შეხვდება მე შიოს, პატრიარქი შიო იტყვის, რომ რუსეთი მართლმადიდებელია, კატას ჯოჯოხეთი. ხილული ჯოჯოხეთი. ავიბარგოთ. ვიშა იქ წერს, რომ ისაო არასასრულ ელემენტებს გაანადგურებსო. აიბარგობს რაღაც 1000 კაცი, ვიღაცა გაასწრებს, ვიღაცა ვერ გაასწრებს. ვიღაცა შეაკვდება. რას ვერ შეხა. აი მაგალითად რატომ უნდა მახსენო, მაგრამ აი კაი კაცია და უბრალოდ გამახსენდა ეხლა და ვიტყვი. ლევან ჯობავა, აი მორაგბე კაცი როა და ახლა ხარ რომ მეორე შვილიც გაუჩნდა. შეაკვდება, იმიტომ რომ ლევან ჯობავას ნაირი კაცები არ მიდიან. რატო ვახსენე ხა ლევანი ვენაცვალე სულში, მაგრამ არა მხოლოდ ლევანი, არამედ ბევრი ადამიანი შეაკვდება. ასაკვირვი გიორგი კოდიაშვილს ვერ გააგდებ, ალბათ. რომ ბილეთები რო აუყო და კიდე რაღაც 5 მილიონი
დაუმატო ზედ. არა მხოლოდ ამათ კაცო, პოლიტიკოსებსაც ბევრი შეაკვდება, რატო გამოვარჩიე ხა ეს ორი. პოლიტიკოსების ნებისმიერი პარტიიდან შეაკვდებიან. გიორგი შაიშმელაშვილი მაგალითად ჩემი მოსაზრებით შეაკვდება, ან ამის კიდე სხვა ვინმე. და ასაკიანებიც და ჩემი ასაკის და უფროსებიც და უმცროსებიც და ასე არ წავალთ. მაგრამ ვინც წავა, იმათაც ვერ დავძრახავთ, ხო, ახალგაზრდები არიან, ბავშვები ეძლებათ და რაღაც ურჩევნიათ იქ დაიზინონ იმაში პოლონეთის ავტოსადგურს თუ რკინიგზის სადგურში, ვიდრე აქ რუსთან როცა შედი ხელისუფლება წოდებული ბანდა არის მოღალატე. ხო, წინააღმდეგობის შესაძლებლობას როცა ჯარი არ გამოვა თეორიულად ესეც დასაშვებია. აი, გამიგზელდა ეხლა ეს ვიდეობლოგი 30 წუთია ეთერში ვარ ხალხო. 51-მდე ხო არ მივარ მართლა. მიშა სააკაშვილი მასშტაბური კაცია. შევაქოთ. ეხლა გიმოდიშე. მესამეჯერაც. ისა მასშტაბური კაცია. ეს არის აპოკალიფტური სცენარი. მე გეტყვით რომ ეს სცენარი რეალისტურია, თუმცა არ მინდა ვთქვა რომ მაინც და მაინც ახდება, სწორი წინასწარმეტყველება 20% მაინც მისაცემია ამ სცენარით მოვლენების განვითარებისათვის და თუ ასე განვითარდა, ავიცი მოიმარაგეთ ბაბუების ფილთა თოფები, ვისაც გული გიზგერთ ორლულიანები, მე მაქვს სადღაც იქით ზემო იმერეთში. გონი მაქვს. აღვამდის